ამბობენ, რომ ბათუმის ცენტრში მდებარე ორთაჯამეს მეჩეთის გუმბათი თავდაპირველად ოქროს ფურცლებით იყო დაფარული. მეჩეთი 1866 წელს ადგილობრივი გავლენიანი აჭარული ოჯახის ღიმშიაშვილების დედის დაფინანსებით აიგო. მაშინ, როცა ბათუმი ჯერ კიდევ ოსმალეთის შემადგენლობაში იყო, თუმცა ქართული იდენტობა გადამწყვეტი აღმოჩნდა მის მშენებლობაში. შეხედეთ ამ კარს და მიხვდებით, როგორ შეინარჩუნეს აჭარლებმა ქართველობა ისლამური მმართველობის დროს. ის ლაზიოსტატების მიერ არის ნაკვეთი საუკუნეზე მეტი ხნის წინ. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ რელიგიის შეცვლის მიუხედავად კულტურული ფესვები იგივე დარჩა. საბჭოთა დროს, როცა სხვა მეჩეთები დაანგრიეს, ორთაჯამეს მეჩეთი საწყობად და სპორტულ დარბაზად აქციეს. მეჩეთის შიდა ნაწილი შესრულებულია ხეზე კვეთის ოსტატობით. შიდა კედლები შეღებილია პასტელურ ფერებში, რაც იშვიათია კლასიკური ისლამური არქიტექტურისთვის. თუ მსგავსი ისტორიები გაინტერესებთ, გამოყვევით ჩვენ სოციალურ გვერდებზე.